როგორ ახართ მეგობრებო? ხო ხართ ჯანზე? დღეს პატარა ვიდეო შეიძლება დიდიც ნახოთ. იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება, როგორ შეიძლება ამერიკაში ვიყიდოთ, მოუვაროთ და ვიმუშაოთ სატვირთო მანქანით. დღევანდელ დღეს ძალიან გაიაფებულია ბევრი სატვირთო მანქანა და არსებობს რამდენიმე გზა ისეთი, რომ არავინ არ გაიჭედოს შუაგზაში. დღეს ცოტა ძნელია, ესე ვთქვათ, მუშაობისგან პროფიტის აღება, ანუ ბევრი ფულის გაკეთება, მაგრამ ფული მაინც კეთდება რა. იქიდან აიღებ თუ აქედან აიღებ, იქიდან მიუდგები თუ აქედან მიუდგები, მაინც კეთდება ფული მაინც. რა თქმა უნდა, ტრაილერის მძღოლი, ესე ვთქვათ, ქართულად სატვირთოს მძღოლი ყოველთვის გააკეთებს ამერიკაში ფულს ყველა ვარიანტში. და იქიდან დავიწყოთ მაგალითად, როგორ უნდა ვიშოვოთ მანქანა, როგორ მანქანაზე დავждეთ დღევანდელ დღეს, რომელი მანქანა, რომელი განხრაჯობია სატვირთო მანქანაზე რომ ვიმუშაოთ. ეს არის პირველი მძღოლად რომ დაიწყოთ მუშაობა რამე კომპანიაში, თქვენ გექნებათ დაახლოებით თავიდან, ესე ვთქვათ, ცენტები, უმეტესობა ეხა ესე მუშაობს, ცენტებზე მუშაობს, 1 მილის გავლა ჯდება, დაახლოებით კი არ ჯდება, 1 მილის გავლაში გაძლევენ დაახლოებით 52 ცენტიდან 75 ცენტამდე. 52 ცენტი უფრო აქვთ მძღოლებს, რომლებსაც ახალი აღებული აქვს მართვის მოწმობა. ახალი აღებული მართვის მოწმობა ყველა ცდილობს, მოკლედ ყველა კომპანია ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთონ ახალი დამწყები მძღოლებისგან, რაც შეიძლება მეტი იშოვონ, რა თქმა უნდა, ყველა მაგას ცდილობს და მეორე ვარიანტი კიდე ის არის, რომ ახალ დამწყებ მძღოლს წესი დარიგით კომპანია, რომელიც იყვანს მძღოლად სამუშაო, მას უხდიან დაზღვევას. და რახან ახალია მძღოლი, იმათ უხდის, ის კომპანია ამ მძღოლს უხდის სახელმწიფოში ბევრს, ანუ ბევრ ძვირი ჯდება დაზღვევის გადახდა, მოკლედ ახალი დამწყები მძღოლისთვის. რაც უფრო დრო გადის, 3, 5, 6, 1 წელი, 3, 5, 6 თვე, 1 წელი, ესე ვთქვათ, მით უფრო ცოტავდება ეს დაზღვევა, მით უფრო იაფდება ამ მძღოლისთვის. თუ კარგად ატარებს, ანუ თუ არ ექნება რაღაცა შემთხვევები, თუ არ ექნება ბევრი ჯარიმები, თუ არ ექნება ავარიები, ამ მძღოლს ექნება შანსი, რომ დააკლდეს დაზღვევის თანხა და უკვე ამის ხელფასიც მოიმატებს ამ მძღოლის. ახალი მძღოლი ყოველთვის ძვირი ჯდება კომპანიისთვის, რომ დააწყებინოს მუშაობა და ყოველთვის ცდილობს კომპანია უფრო მეტი დარჩეს ახალი მძღოლისგან და ესეც გამოსდის, იმიტომ რომ პრაქტიკას გადის ყველა ახალი მძღოლი კონკრეტულ კომპანიასთან. სიტყვაზე ვიღაცა მაიღო მართვის მოწმობა და პოულობს ინტერნეტში კომპანიას, რომელთანაც უნდა ითანამშრომლოს, იმუშაოს, გააკეთოს ფული, ხო? ამ მძღოლმა შეიძლება შეისწავლოს ეს მანქანა, ტარება, ყველაფერი დაახლოებით 3 თვეში. 3 თვე უნდა, რომ უკვე შეიგნოს მანქანის პრინციპი, როგორ მუშაობს მანქანა, როგორ დადის მანქანა, ყველანაირი
ყველანაირი თავიდან დაწყების პერსპექტივით, ესე ვთქვათ, რა უნდა იცოდეს მანქანაზე დაჯდომის შემდეგ და რა უნდა იცოდეს მუშაობის პრინციპების შესწავლით, ესე ვთქვათ. სამი თვის მერე, ჩემი აზრით, ძღოლმა უნდა მოითხოვოს მეტი ხელფასი. მაგრამ ძღოლები არ შვებიან ამას. უმეტეს შემთხვევაში ძღოლები ამას არ შვებიან, არ თხოვენ კომპანიებს მეტ ხელფასს. რადგან ფიქრობენ, რომ 6 თვე უნდა გავიდეს, რომ მოთხოვონ ხელფასი. 6 თვე ყველა თითქმის ვისთანაც მე მქონია ურთიერთობა, ყველა ესე შვება რა. ანუ 3 თვის მერე არა და 6 თვის მერე ან გადადიან სხვა კომპანიაში. ეძებენ სხვა კომპანიას, რომ იმუშაონ სხვა კომპანიაში. ან იმ კომპანიაში ესე ვთქვათ, პროტესტის ნიშანი უჩნდებათ, პროტესტის გრძნობა უჩნდებათ და თხოვენ უკვე ცოტა მაღალ ანაზღაურებას. ამიტომ თავიდან აი ესე 52 ცენტი ხელფასი და კვირაში შეუძლია გაიაროს დაახლოებით 2500-3000 მილი. გამოითვალეთ თქვენ 1 მილის გავლა თუ ჯდება 52 ცენტი, ანუ ამას უხდიან, ძღოლს უხდიან 52 ცენტს, 1 მილის გავლა. 2500 არის საშუალო მაილაჟი, ესე ვთქვათ. 2500 რო გავამრავლოთ 0.52-ზე. რამდენი გამოვა დაითვალეთ რა. ანუ 50 ცენტი რო ვთქვათ, შუაზე უნდა გავყოთ 2500 1250, ხო? აი დაახლოებით ესეთი ხელფასი გამოვა რა, $1300 კვირაში, ძღოლს. შეიძლება 55 ცენტიც ნახოს უბრალოდ ძღოლმა. შეიძლება 60 ცენტიც ნახოს ძღოლმა, მაგრამ უმეტესი აი ესეთი 52 ცენტია რა. ეს არის ძღოლის ამბავი, ესე იგი ძღოლად რო დაიწყოს ადამიანმა მუშაობა იმის მერე რაც აიღებს, როცა აიღებს მართვის მოწმობას. მეორე ვარიანტი, მანდვე თუ ახალი მძღოლია და მოუნდა უბრალოდ თავისი მანქანა რო იყიდოს. ეს ვარიანტი ცალკე ვარიანტია და ძალიან საშიშია. იმიტომ რომ სპეციფიკა მანქანის ტარების, მუშაობის, გაბარიტების არაფერი არ იცის. არ იცის სად როგორ პატარა მანქანასავით ვერ ატარებ რა, ესე ვთქვათ, ყველგან ხო ვერ ატარებ. შეიძლება იცოდე რომ არ შეიძლება გაიარო ის ადგილები, სადაც პატარა ხიდებია, შეიძლება იცოდე ისიც რომ რო გაგაჩერებენ პატრულს შეუძლია გაგაჩეროს ყველგან და მოგთხოვოს რაღაცა საბუთები და შენ ვერ მიაწოდო, ეს საბუთების ცნობაც უნდა იცოდე, შეიძლება ეგაც იცოდეს. მაგრამ ეს გაბარიტები და ამ მანქანის ჩაყენება შანსი არ არის, რომ მოკლედ თავიდან თვითონვე ისწავლოს ესე ადვილად რა. მე ესეთი ადამიანი ჯერ არ მინახავს სხვათა შორის. 2-3 თვე მაინც ჭირდება. 1 თვე აი ძალიან თუ მოინდომებს ყოველდღე თუ ივარჯიშებს, 1 თვეში შეიძლება კიდე ჩააყენოს უკან ჩაყენებაზე ვიზახი, თორე წინ ივლი ჩვეულებრივად. ხო. ეს არის აი ჩემი აზრით ძალიან დიდი რისკი ადამიანმა თუ იყიდა თავისი მანქანა გამოიყვანა განვადებით ან ლისით დაიწყო მუშაობა სადმე. ეს არის ძალიან დიდი რისკი. სიტყვაზე ადამიანს აბდამენო ვიღაცა მიმუშავა ეს 3 ან 6 თვე, ისწავლა ეს ყველაფერი. შემდეგ გადადის უკვე თავისი აზრიდან გამომდინარე, თავის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, თვითონ როგორც ეკომფორტულება. უნდა იფიქროს იმაზე, რომ სიტყვაზე მე თუ ეხლა ლისით ავიღებ მანქანას, ლისით აღება რას ნიშნავს? კომპანიიდან, რომელიღაცა კომპანიიდან განვადებით აიღოს მანქანა. თან გადაიხადოს ეს მანქანა. და თან იმ კომპანიაში უნდა იმუშაოს, სხვა კომპანიაში არ ამუშავებენ იმ მანქანით.
თან იმ კომპანიაში უნდა იმუშაოს და თან იმათ უნდა გადაუხადოს ამ მანქანის ორჯერ მეტი თანხა თვითონ საფასური მანქანის რო გამოისყიდოს თუ ღირს მანქანა მაგალითად შეფასებით ესე ვთქვათ რომ ვიცით რომ მაგალითად მანქანა ღირს ესეთი მანქანები ბაზარზე 50000 კომპანია უეჭველი დაუფასებს 70 ან 80000 და განვადებით დაუჯდება კიდე 1-20000-ით მეტი. ეს ლისის ერთ-ერთი სახეობაა, ესე ვთქვათ, ლისს ეძახიან ამერიკაში ამ განვადების მომენტს. ალბათ საქართველოშიც ლისს ეძახიან, მაგრამ განვადებაა ჩვეულებრივი, რომელთაც მუშაობ რეალურად კომპანიაში, სადაც გამუშავებენ და გახდებინებენ ძალიან დიდ თანხას რა. ხალხი მუშაობს, ესეთი პირობებით მუშაობს უპრობლემოდ, აკეთებენ კიდეც ფულს, უბრალოდ ბევრს ამუშავებენ, ძალიან ბევრს მუშაობს, რომ რაღაცა თანხა გამოუვიდეს. არსებობს ლისის ორი ტიპი. ანუ კომპანიას შეუძლია მოგცეს ლისით მანქანა ერთი ისეთი ტიპით, რომელთაც შენ შეგიძლია ყველა მომენტში გააჩერო მანქანა და დაუბრუნო მანქანა უკან. და მეორე ვარიანტია კონტრაქტი, რომელთაც შენ ვერ დაუბრუნებ, ანუ რახან აიღე ეს კონტრაქტი, ეს მანქანა უკვე გიწევს აუცილებლად ამ მანქანის გადახდა რა. იგივეა როგორც ბანკის განვადება, ანუ ბანკის განვადებას თუ არ გადაიხდი, ბანკი წაგართვებს. ეგეთი ვარიანტია ამათანაც, მაგრამ ამათ უწერიათ კონტრაქტში, რომ შენ უნდა გადაუხადო რაღაცა თანხა ამათ ყველა ვარიანტში. ანუ შენ თუ კონტრაქტს დაარღვევ, შენ კონტრაქტის დარღვევის გამო თანხას გახდებინებენ რაღაცა თანხას და ეს თანხა პატარა თანხა არ იქნება. ხო. ლისით მომუშავე ადამიანი აკეთებს თითქმის იგივეს, რასაც აკეთებს owner operator. Owner operator არის თავის მანქანა, უკვე შესყიდული მანქანა, რომელიც შეიძლება შესყიდული არ იყოს უბრალოდ განვადებით ყავდეს ეს მანქანა გამოყვანილი. თითქმის იგივეს აკეთებს დაახლოებით 1000 არა, დაახლოებით 800-დან 1200 დოლარამდე განსხვავებით. ლისით მომუშავე ადამიანი უფრო მეტს გააკეთებს, ნაკლებს გააკეთებს, ვიდრე owner operator, ანუ მანქანა, ვისაც ბანკიდან ყავს კონკრეტულად გამოყვანილი. შემდეგი ვარიანტი ეს არის უკვე owner operator. Owner operator, ანუ მანქანა, რომელსაც ბანკიდან გამოიყვან, ბანკით აიღებ, შენი განვადება გაქვს, შენ არავისთან ვალდებული არ ხარ, რომ იმუშაო კონკრეტულ ერთ კომპანიაში, შენ შეგიძლია სხვადასხვა კომპანიებში იმუშაო, თუ ერთი კომპანია არ მოგეწონება, შეგიძლია გადახვიდე სხვა კომპანიაში და თითქმის ყველა კომპანიაში უკონტრაქტოა, უბრალოდ კონტრაქტს დებ, მაგრამ კონტრაქტში არ არის მითითებული, რომ შენ არ შეგიძლია რაღაცა პერიოდის მერე, ან რაღაცა პერიოდამდე იმუშაო. ანუ შენ როცა გიდა, მაშინ შეგიძლია დატოვო ეს კომპანია. ყოველთვის ეგრე უნდა გააკეთოს ადამიანმა, იმიტომ რომ ამ კომპანიაში ვალდებული არ უნდა იყოს შენ იმუშაო 6 თვე, 1 წელი თუ 5 წელი. შენ თუ არ მოგეწონება ამ კომპანიის მუშაობა, შენ შეგიძლია ეს კომპანია დატოვო და წახვიდე. ეს არის ყველაზე ლოგიკური და ყველაზე სწორი, იმიტომ რომ შეიძლება ამ კომპანიას დისპეჩერებმა ვერ გაუკაჩონ და შენ სამუშაო ვერ მოგცენ. ამიტომ შენ წასვლის საშუალება უნდა გქონდეს, რომ სხვა სამუშაო ნახო ნორმალური, რომ იმუშაო და გააკეთო ფული. ამ owner operator-ებში თითქმის ყველაფერს აკეთებენ კომპანიები, რომლებშიც დასაქმებულები არიან ეს owner operator-ები რა. ეხლა საბუთები, რაღაცა ელემენტარული საბუთები, რომელიც გასაკეთებელია დიზელი, რომელსაც ასხავ და ერთი რაც არის, ეს არის მანქანას აკეთებს თვითონ ძღოლი, ვისიც არის მანქანა, რა თქმა უნდა. კომპანია არ აკეთებს. ანუ owner operator, იმიტომ რომ ჩემი მანქანაა, მე თვითონ ვაკეთებ ჩემ მანქანას, უბრალოდ დიზელს მე არ ვასხავ, საბუთებს. ესე ვთქვათ, იფტა იქნება იქ, იფტა არის, ესე იგი, ერთ-ერთი საბუთია, რომელსაც
ეძახიან საწვავის საგადასახადო გადახდის ფურცელი, ესე ვთქვათ. ანუ ქართულად პრინციპში ეგრეა, საგადასახადოში იხდი, აქ ანუ მაგალითად შენ მუშაობის პერიოდში დაწვი რაღაცა დიზელი, ამ დიზელის საგადასახადოს იხდი რა, ესე ვთქვათ რა. აი რაღაცა კვარტალში იხდება, მე მგონი $600 თუ რაღაც რა. ესე გამოდის დაახლოებით. გააჩნია შენ რამდენს დაწვავ, ესე ვთქვათ. ხო, და მანქანას თვითონ აკეთებ რა რეალურად. ეს ისენი რა ქვია, საბუთები ხო, კიდე რა, ნომრებს გაძლევენ. კომპანია, რომელშიც ხარ დასაქმებული, გაძლევს ნომერს, გაძლევს დაზღვევას, გაძლევს ამ იფტას, გაძლევს ლიცენზიას მუშაობის, ესე ვთქვათ რა, ეგ არის ყველაფერი, ერთად ლიცენზია და კიდე არის ლიცენზია, ესე ვთქვათ, ეგ ყველას თავის საკუთარი ლიცენზია აქვს. და კიდე არის ლიცენზია DOT და MC. ასევე კენტუკის აქვს KY ნომერი, რომელიც კენტუკი ითხოვს მარტო მაგ ნომერს, რომ კენტუკიში გავლავ, გზაზე გავლავ კი თანხა ჯდება, რაღაცა თანხა იხდება, არ ვიცი, მაგას ლიცენზია ქვია, არ ვიცი, მე მგონი. მოკლედ, აი ეს რაღაცები მანქანაზე უკან გაწერია რა, უკან კი არა, გვერდით გაწერია ეს ყველაფერი, რომ გააქვს ამის ლიცენზიები. დღევანდელ დღეს owner ოპერატორი, ესე ვთქვათ, მანქანა ვისაც ყავს, ეს ხალხი აკეთებს რაღაცა განსხვავებით, ალბათ $1000 განსხვავებით, დრაივენზე ვიძახი, დრაივენი არის ტრაილერი, მოსაბმელი, რომელიც არის ოთხკუთხედი, არანაირი ჩაღრმავება, ამოღრმავება არ აქვს, არანაირი მიმაგრება არ აქვს, ჩვეულებრივი ოთხკუთხედი კუბიკია, ესე ვთქვათ რა. და დრაივენი ქვია. ამ დრაივენზე დაახლოებით owner ოპერატორი აკეთებს $2500-დან კვირაში ზევით. შეიძლება $4000-იც გააკეთოს და $4500-იც რა. როგორ გაუმართლებს კვირაში, ესე ვთქვათ. ხო, ამერიკაში ხელფასებს ვიღებთ კვირაში ერთხელ. ანუ თვეში ერთხელ არა, აქ კვირაში ერთხელ იხდება ხელფასები. უნდა გაითვალისწინოს owner ოპერატორმა, რომ ყველა ვარიანტში თვითონ მოუწევს მანქანის გაკეთება. მანქანის გაკეთება კიდე თვეში დაახლოებით $500-დან $1500-ზე უნდა გათვალოს. რომც არ გაუფრჩდეს მანქანა, ესე ვთქვათ, თვიურად ეს ფული გადადებული უნდა კონდეს. ანუ ჩემი გამოთვლით თვეში დაახლოებით ესე $500-დან $1500-მდე შეიძლება დაჭირდეს. ოღონდ შეიძლება ანუ 1, 2, 3 თვე არ გაფუჭდეს მანქანა, მაგრამ რო გაფუჭდება მანქანა, ყველა ვარიანტში აი მაგდენი დაჭდება, ესე ვთქვათ, წლიურად საშუალო თვეში ჭირდება $500-დან $1500-მდე. თანხა რომ მანქანა გაკეთდეს. ეს არის ჩემი გამოთვლები რა, ეხლა და რასაც უყურებ ხალხი როგორც იმაში აკეთებ. ადამიანს ვინც თავის აკეთებს მანქანას, რა თქმა უნდა, უფრო ცოტა დაუჯდება, რა თქმა უნდა, ჩემსავით ეხლა მე რო ვაკეთებ მანქანას, მე უფრო ცოტა მიჯდება მანქანის გაკეთება, ვიდრე ადამიანი, რომელიც აკეთებინებს ვიღაცას. ხელობა ძალიან ძვირია. 1 საათში ყველაზე ცოტა ალბათ $125-ია. მექანიკის მუშაობის 1 საათი მუშაობა ღირს $125 და მაღლა. ანუ ზოგან 250-იც არის და 270-იც და 300-იც. გააჩნია შტატს და გააჩნია სად მოხვდები. ეხა 1 კვირის წინ, არც კი 1-3-4 დღის წინ ჩემ მეგობარს გაუფრჩა მანქანა დალაში, ტეხასში. 1 რემენის და 1 პროპელერის წინა ფანის სამაგრის გამოცვლა დაუჯდა $3200. ცალ-ცალკე რო ყველაფერი იყიდო და თვითონ გამოცვალო. აი მაგალითად
კამარი ამ პროპელერის კამარი რომელსაც ატრიალებს მოტორზე რომელიც არის ეს კამარი ჯდება $100 $100 ღირს ეს კამარი პროპელერის სამაგრი დაახლოებით $200 $3200 გამოვართვის აი ეს არის roadside assistance ანუ ვიღაცას რო იძახებ და შენზე აკეთებს ფულს იმიტომ რომ შენ სხვა გზა არ აგაქვს უბრალოდ გაგიფშტა მანქანა და რეალურად ვერაფერს ვერ იზავ იმის გარდა რომ ხოვაზე ხარ აი უნდა გამოიძახო რომ მოგიტანონ ესე იგი ტვირთი და ტვირთი რა არის მოგიტანონ პარტსი და გააკეთონ რა ერთ სიტყვით ნაწილები რომ მოგიტანო გააკეთონ ხო ლისით წეგარ მე მგონი არ ვთქვი რამდენი ლისით აი მას რომ გამოვაკლოთ ეხლა ონერ ოპერატორის თანხას რომ გამოვაკლოთ დაახლოებით $800-დან $1500-მდე აი მაგდენს გააკეთებს ლისით ადამიანი რომელიც მუშაობს ლისით განვადებით ოღონდ კომპანიაში სადაც იღებს ამ თანხას კომპანია რომელიც ისენი ანუ რატო არის ეგრე რა ეხლა ახსნი რაღაცებს ანუ როცა owner ოპერატორი ხარ შენი მანქანა მარტო ბანკში იხდი სიტყვაზე რაღაცა $3000 და მორჩა მეტი არაფერს არ იხდი ისეც და როდესაც გაძლევენ მანქანას გაძლევს კომპანია მანქანას განვადებით შენ გიმატებს პროცენტს მანქანის გადასახდელ პროცენტს კვირეულად, თვეში ვთქვათ, სიტყვაზე შენ გაქვს იმიდან ბანკიდან აღებული ერთი და იგივე მანქანები რო შევადაროთ. რაღაცა Volvo ავიღოთ, შენ ბანკიდან გამოიყვანე, იხდი $3000, შენ მოგცეს განვადებით კომპანიამ, შენ გახდევინებს $4500. ეს არის დამტკიცებული ფაქტი რა. ანუ $3000 არავინ არ გადაგახდევინებს. ანუ კვირაში ყველაზე ცოტა გადასახადი მანქანის არის დაახლოებით $800-დან ზევით. ანუ კვირაში $800 4-ჯეროა 32, ხო? წარმოიდგინეთ. ეს არის ყველაზე ცოტა სვიძახი. ანუ კიდე რა, ხო, კიდე გიმატებენ იქ მანქანის დაზღვევას. მანქანის დაზღვევა თუ ჯდება მაგალითად სადმე ესე ვთქვათ კვირაში $200, ისინი გეტყვიან და დაგიმატებენ ისინი, რომ გადასახდელი გაქვს $450. $600 გააჩნია ეგაც როგორ ინამუსებენ იმათზეა დამოკიდებული. ისინი უმატებენ თვითონ მაგ ყველაფერს. ხო. ELD-ის გადასახადიც გაქვს კვირაში $25-ია, ეგ ბევრი არ არის, მაგრამ ნუ რაღაცა არის მაინც რა. ამ სისტემაში ყველაფერი რო დაითვალო, მოკლედ ძალიან დიდი თანხა ჯდება ყველაფერი აბსოლუტურად. ლისით რო გამოყავს თან მით უმეტეს შენ უნდა გააკეთო ის მანქანა, ანუ იქიდან უკვე იღებ შენ მანქანას და შენს პასუხისგებლობაზე ეს მანქანა და შენ იხდი ამ მანქანას უკვე. ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემი აზრით გამოცდილება უნდა დააგროვო 6 თვე და შემდეგ დაიწყო მუშაობა მძღოლად 65 ცენტზე რა. ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი დღეს და სხვათა შორის მეც ეგრე ვმუშაობ ახლა. ყველაზე კარგი ვარიანტი ახლა დღევანდელ დღეს, ანუ owner ოპერატორის მუშაობა აღარ ფასდება, ჩემი აზრით, მე რო შემეკითხოთ. ისე აღარ ფასდება, როგორც ფასდებოდა, რა თქმა უნდა, რა. მანქანა ფუჭდება, გიწევს გაკეთება და უკვე იმდენი ფული არ გამოდის, რომ შენი მანქანა გააკეთო რა. ეხლა ყველაზე ნაღდია მძღოლად იმუშაო, ოღონდ გამოცდილება გჭირდება, რომ კარგი ხელფასი ქონდეს. რომც არ გქონდეს ცენტებში, რომ არ გიხდნენ
ესე ვთქვათ, კარგ თანხას, მაინც დამშვიდებული ხარ და იცი რომ გაგიფუშტეს მანქანა არ დატოვებს სადღაც. ხო, მე რო დავიწყე მუშაობა ადრე ეს კომპანია, სადაც მე პირველად დავიწყე მუშაობა, მიხდი და კვირაში დაახლოებით აუბრალოდ დღეში მიხდი და $300, ჯერ $250 მიხდი და 2 კვირა და შემდეგ $300 დღეში. შემდეგ 6 თვის მერე ეს მანქანა მე ვიყიდე. ფაქტიურად 64,000 თუ რაღაც ეგრე ქონდა გარბენი. მაგრამ ის მანამდე მე ვატარე ის მანქანა და ის ჩემ ხელში გაიარა. და ყოველ დღე იმაზე ფიქრობ, როცა შენი მანქანაა, ყოველ დღე იმაზე ფიქრობ, რო გაგიფუჭდეს, სად გაგიფუჭდეს, სად გააკეთებ, როგორ გააკეთებ და ასე შემდეგ რა. განა რა არის ხა, ყველგან შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ძვირი, ანუ შენ იმაზე გეშლება ნერვები, რომ სადღაც რო გაგიფუჭდეს მანქანა და მანქანას რაღაცა ნაწილი გჭირდება სიტყვაზე. ვერაფერს ვერ იზავ იმის გარდა რომ გამოიძახო ვიღაცა რომ მოგიტანოს ნაწილი მაინც რომ მოგიტანოს. გაკეთებაზე არ ვიძახი, მე რო გავაკეთო, სიტყვას შემიძლია გავაკეთო მანქანა. ნაწილი ხო გინდა რომ გავაკეთო მანქანა. ანუ ვიღაცა უნდა დაურეკო და უნდა მოგიტანოს ეს ნაწილი, რომ შენ გააკეთო ეს მანქანა. ფაქტიურად აი ეს არის და ეს რა. და მაგაზე, ანუ დიდი შემოსავალი გჭირდება, კვირაში მინიმუმ $4,000 მაინც გჭირდება. შემოსავალი, რომ მანქანისთვისაც გადადო ერთი $500 კვირაში. და შენც რო გეყოს, ესე ვთქვათ, ყველაფერში რა. ყველაფერში. ანუ ეს ისეთი სამუშაოა, რომ იმდენი სტრესია, ყველაფერზე ნერვიულობ იმაზე, როგორი გზა შეგხვდება. ნერვიულობ იმაზე, გაგაჩერებენ თუ არა პოლიცია და რას ნახავენ, იმიტომ რომ გაჩერების პერიოდში შეიძლება შენ ფიქრობ, შემოწმებული ყავს მანქანა, რომ ყველაფერი კარგად აგაგ და ჩვეულებრივი პარკინგ ბრეიკზე შეიძლება გადაფხეკილი კონდეს 2 ცალი ციფრი, ანუ აწერია პარკინგ ბრეიკ. შეიძლება გადაფხეკილი იყოს 2 ცალი ციფრი და ამაზე დაგაჯარიმონ რა. და ამ დაჯარიმებაში კიდე ქულებს გაკლებენ, როგორც კომპანიას აკლებენ, ასევე შენ რეკორდზეც ისახება ეგ ყველაფერი. აქედან გამომდინარე, აი ეგეთ რაღაცებზე კიდე იმაზე ფიქრობ, როგორი გზა შეგხვდება, როგორ ჩაიტან, როგორ მიიტან იქ, როგორ შეხვალ, ამ ყველაფერზე ნერვიულობ, იმ გასაჩერებელ ადგილებში როგორ შეხვალ და ასე შემდეგ რა. მარტო ეს ხო არ არის, რა ვიცი, 1000 რაღაცა ხდება, ვიღაცამ გადმოუხვია, ამ ხელა მანქანაზე ზიხარ. უბრალოდ სადღაც გაგიფუჭდა, მაგაზე ფიქრობ და ბევრ რაღაცაზე ფიქრობ რა. იმაზე ფიქრობ, რაზე აღარ ფიქრობ, ამაზე მანქანაზე რო ზიხარ, ძალიან ბევრ რაღაცაზე ფიქრობ. აქედან გამომდინარე, ძალიან სანერვიულო და საპასუხისმგებლო და უნდა გიღირდეს, რომ ამ სამსახურში იმუშაო. უნდა გიღირდეს, მაგიტომ ვიძახი. ყველაზე ცოტა, ალბათ 3500 მაინც უნდა გამოგდიოდეს კვირაში, რომ კმაყოფილი იყო ოვნერ ოპერატორის შემთხვევაში. და როდესაც უკვე სიტყვაზე ბრძოლად მუშაობ, იქ უკვე ყველაზე მინიმუმი ალბათ კვირაში $2,000 მაინც უნდა გამოგივიდეს, რომ კმაყოფილი იყო. იმ მნიშვნელობით, რომ ანუ შენ არ აკეთებ მანქანას, ისინი აკეთებენ ყველაფერი იმათ ეკისრებათ, შენ უბრალოდ ატარებ მანქანას. და რაც უფრო მეტ იმუშავებ, მით უფრო მეტი გამოგივა შენ. ანუ 65 ცენტი თუ არის სიტყვაზე 1 მილი, 1000 მილი $650 გამოდის, 3000 მილი ესე იგი 1300 ხო არის 2000 ესე იგი 2000 მილი 1300 და 2000 რამდენი გამოდის 1300 600 1900 დაახლოებით 3000 მილი გამოვა ალბათ $2950
ჩემი გამოთვლით, ხა თუ არ ვწდები, თქვენ თო გამოთვალეთ რა. 3000 მილზე მეც გაივლით. გამოდის უკვე $2000-ზე მეტი. ხო? ამიტომ რაც უფრო მეც გაივლით, მით უფრო მეტი გამოდის, ესე ვთქვათ რა. დაღლილი ხართ? არ გინდათ მუშაობა თქვენზეა დამოკიდებული რა. ეხა კი არის იმაზე, რომ სიტყვაზე კომპანია გეუბნება, რომ უნდა იმუშაო რა. მაგრამ შენ შეგიძლია არ იმუშაო. შეგიძლია და მაგის უფლებაც გააქვს. შენ არაფერზე მოწერილი არ აქვს ხელი. რომ შენ უეჭველი რაღაცა მაილაჟგა გასავლელი არ არის ეგრე. შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მუშაობ. გააქვთ კვირაში 70 საათი. 70 საათიდან შეგიძლია იმუშაო 50 საათი. თუ გადაკეთება ხდება ლოგბუქის, ანუ შენი ტახოგრაფი ქვია, თუ რა ქვია, არ მახსოვს ევროპაში. მაგის გადაკეთება თუ ხდება, შეგიძლია მეტიც იმუშაო 4000-5000 მილი და უკვე 4000 მილზე უკვე ხო ადიხარ პლუს $650. ანუ 2500-2650 დაახლოებით $2600 გამოგივა 4000 მილს თუ გააკეთებ. და ნუ აი ესე გამოდის თანხა რა, მოკლედ რაღაცა შენებურად აგვარებ. თან არ გიწევს მანქანის გაკეთება ერთ-ერთი პლუსი და ყველაზე დიდი პლუსი კიდე ეგ არის, რომ მანქანა თუ გაგიფუშტება, შენ არაფერს არ აკეთებ, იძახებ და ნუ ამათ ურეკავ, უფროსებს ურეკავ და იძახებენ და მოდის და აკეთებენ თვითონ. ეხა მე მაგალითად ამ მანქანას ძღოლად რახან გადმოვედი სამუშაოდ. მე თვითონ ვაკეთებ ხოლმე. ხო და რა ვიცი, აი ესეა მეგობრებო რა. თუ რამე გამომჩა, შემდეგ ლაივი ჩავთოთ და იმ ლაივში დამისვით შეკითხვები თუ რამე გექნებათ ამ დღეებში ლაივში ჩავთავ ესე ვთქვათ და თუ რამე შეკითხვები გექნებათ მომწერეთ. ჯანზე იყავით, მაგრად იყავით. ყველაფერი კარგად იქნება.